გარდა იმისა, რასაც თავად ხედავთ, კიდევ რა საერთო აქვს ამ დაპატიმრებებს. სამივე ქვეყანაში ხელისუფლების მმართველი ძალის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს იჭერენ. საჩვენებლად, ხაზგასმით უხეშად, სპეცრაზმით. ფილმებში ასეთ სცენებს ტერორისტების, მასობრივი მკვლელების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების ბოსების აყვანისას იღებენ. ვნახოთ, ვის იჭერენ ბელარუსში. აქ მიტინგის რიგით მონაწილეებს აკავებენ. რეჟიმის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულის ნივთკიცებებად აღმოჩენილია თეთრწითელი დროშები, სტიკერები. გამოძიება მიწის, რომ ეს ადამიანი გაწევრიანებული იყო საპროტესტო ტელეგრამ არხებზე. აი კიდევ ერთი სცენა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტელეგრამ არხიდან. 23 წლის აგრონომი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. და რა დააშავა? სოციალურ ქსელში პრეზიდენტ შეურაცხყოფდა და საპროტესტო შინაარსის პოსტებს აქვეყნებდა. რუსეთში სისტემა იჭერს ადამიანებს, რომლებსაც ტანსაცმელზე უწერიათ არა ომს. აპატიმრებენ მათ, ვისაც ხელში თეთრი ფურცლები უკავიათ. დააკავეს მასწავლებელიც, რომელმაც მოსწავლეებს უთხრა, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია სინამდვილეში უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომია. ეს უკვე საქართველოა. ამ ადამიანებს 4 ოქტომბრის საქმეზე აკავებენ. ჩემი ბიძაშვილი დააკავეს სიმონ მახარაძე, ავტომატებით ხელში შემოვარდნენ ბავშვებს იარაღი დაადეს თავზე. 4 წლის ბავშვს თავზე დაადეს იარაღი, ეს არის სამარცხვინო ტყუილი ხა. დაახლოებით 5 იქნებოდა დაწყებული უამრავი ადამიანი შემოვიდა ჩემი გოგონას ბინაში. ჩემი შვილი მინიმუმ 10-ის მგლავი მეგონა, როდესაც ამდენი ადამიანი ნავიდა ბინაში. შვილიშვილიც თან მახდა 6 წლის გოგონა, რომელმაც ტირილი წამოიწყო. თუნდაც სპეცრაზმის ჩართულობა არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს დაკავება. რა შემოვიდნენ, ეგრევე ტელეფონები წაგვართ, ჩვენ გვეძინა. და ვინერვიულეთ რა შეგვეშინდა, სპეცრაზმელებთან ერთად იყვნენ პოლიციელებიც, ორივე იყვნენ, სპეცრაზმელებიც იყვნენ და პოლიციელებიც იყვნენ. ეს სპეცრაზმელები საძინებლოში შემოვიდნენ რა და მე ბავშვს გაიღვიძე და შეეშინდა. შენობაში შეჭრას ედავებიან, რომ შენობის აღება გინდოდაო. ტელეფონების წართმევა იმასაც ნიშნავს, რომ დაკავების მომენტის გადაღებას აქტივისტები ან მათი ოჯახის წევრები ვერ მოახერხებენ. ასე დროს სპეცოპერაციებს თავად ЧСС იღებს, ამონტაჟებს და ხშირ შემთხვევაში ავრცელებს კიდეც. ამ ადამიანებსაც 4 ოქტომბრის საქმეზე აკავებენ. ზუსტად იგივე სცენა მეორდება მეორე დღეს, იგივე საქმეზე, ახალი დაკავებებისაც. სპეცრაზმი, ავტომატები, ძალის დემონსტრირება. რა ფორმა გინდა ხა ყვავილებით ხო არ დააკავებენ, ხო რაბა როგორ რანაირად უნდა დააკავონ, ხო არის ეჭმიტანილი, არის დამნაშავე და ჩვეულებრივად დააკავოთ, ხო ხა რა ვიცი, რანაირად უნდა დააკავონ, სხვანაირად და 40 საათი პოლიციელის მოყვანა და არ ჭირდება. დაგებარებინა მოვიდოდა თვითონ. რამდენჯერ თქვენ გამო ღამე შეწუხებულა და სამოთხეში გასული. რაღაცა ხონდა, წმინდა რა. რატომ აკეთებენ ამას საჯაროდ, ყველას დასანახად? ამ დროს 71 წლის პედიატრს სახალხოდ პოლიციის რაზმის თანხლებით აპატიმრებენ ღამის საათებში. ესეც მტკიცებულებები მის წინააღმდეგ. ვიდეო იმედმა გამოაქვეყნა. ექიმ ჩახუნაშვილსაც სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ეს კიდევ ერთი ვიდეოა შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდიდან, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ გამოქვეყნდა. კადრები პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულის დაკავებას ასახავს. აქ არ ჩანან ავტომატებით შეიარაღებული შენიღბული ძალოვნები, სპეცოპერაციის სცენა სავარაუდო დამნაშავის სახლთან. იგივე პიროვნება პოლიციელის დაჭრამდე რუსთაველის გამზირზე შენიშნეს აქტივისტებმა და გადასცეს პოლიციელებს, თუმცა ის მხოლოდ განარიდეს ტერიტორიას. აგერ დანაკიდე ხელში უჭირავს. რატომ ჰგავს ბელარუსის, რუსეთის და საქართველოს სპეცოპერაციები თავისი სიხისტით, სამიზნე ობიექტებითა და მათ წინააღმდეგ შეგროვებული მტკიცებულებებით ერთმანეთს? ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში ამ კადრების ნახვისას საზოგადოება მსჯელობდა. ეს ქართული პოლიციაა თუ პუტინის ან ლუკაშენკოს ომონი? არ ვიცით ილაპარაკეს თუ არა გამოცდილების გაზიარებაზე, როდესაც მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძეც ახლახანს 18 სექტემბერს ჩინეთში შეხვდა ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის უფროსს. ამ უცნაურ ამბავსაც შეგახსენებთ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტი ალექს ლუბარევი რუსთაველის გამზირზე ქართველ პოლიციელებთან ერთად პოზირებს. როგორც თავად დაპოსტა, თბილისში ის ქართველი კოლეგების მოწვევით იმყოფებოდა. აქციებისას დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობამ საქართველოში 100-ს გადააჭარბა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ამ მაჩვენებლით ერთსულ მოსახლეზე ივანიშვილის საქართველომ უკვე გადაუსწრო პუტინის რუსეთს. ლუკაშენკოს ბელარუსი ამ მაჩვენებელში უპირობო ლიდერია. აზერბაიჯანთან კი მეორე ადგილისთვის დაძაბული კონკურენცია გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ალიევი დაიწყებს პოლიტპატიმრებად მიჩნეული ხალხის გათავისუფლებას ან გაგრძელდება საქართველოში მომიტინგეთა დაკავებებით, თბილისს შანსი აქვს მალე დაწინაურდეს ამ არც თუ საამაყო სიაში. როგორ ფიქრობთ, გადაუსწრებს საქართველო აზერბაიჯანს? დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.